პროექტი სახელწოდებით დიალოგები დავითიანში გრძელდება. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ შეხვედრებს სასულიერო პირებთან სხვადასხვა საინტერესო თემებზე. პროექტს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი ახორციელებს. მორიგი ღონისძიება 5 მარტს გაიმართება. ორგანიზატორთა განმარტებით შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაციის გავლა. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია დავითიანის ოფიციალურ Facebook გვერდზე განთავსდება. შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. დიალოგები დავითიანში ყოველ ხუთშაბათს გაიმართება. ღონისძიება 19 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ შეხვედრები სამების საპატრიარქო ტაძრის ეზოში მდებარე დავითიანის არაფორმალური განათლების სასწავლო ცენტრში იმართება. დავითიანი წლებია ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, რომელიც განსაზღვრული არის იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებული არის შესაბამისი თემატიკით. ერთ-ერთი მიმართულება დავითიანის, რომელიც წლებია უკვე ხორციელდებოდა, ეს არის დიალოგები მოძღვართან დავითიანში, თუმცა არა მხოლოდ მოძღვართან, სხვა ადამიანებთანაც შეიძლება საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მაგრამ ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო მეტად ჩვენ გვაქვს დიალოგები დავითიანში მოძღვართან სხვადასხვა თემებზე. რამდენიმე წელია ეს პროექტი წარმატებულად მიმდინარეობდა, თუმცა იყო რაღაც მომენტში წყვეტა და აღვადგინეთ ეს დიალოგები. ოქტომბრიდან უკვე გვაქვს ეს შეხვედრები, რომელიც ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს, რადგანაც მოძღვრები მოდიან იმ თემებზე სასაუბროდ, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას. რაც შეეხება თემატიკას, როგორც წესი, ან მოძღვარი გვთავაზობს იმ თემას, რომელიც მას მიაჩნია საინტერესოდ, რომელიც მიაჩნია აქტუალურად და ამას გარდა არის ხოლმე რომ კონსენსუსს მივაღწევთ საერთო შეხედულებისამებრ. ის თემები, რომელიც საინტერესოა საზოგადოებისთვის, ის თემები, რომელიც საინტერესოა ჩვენი თუნდაც მოსწავლეებისთვის, გვაქვს ხოლმე შიდა გამოკითხვები და შესაბამისად ამ აქტუალურ თემებზე საუბრობთ უკვე მოძღვართან არაფორმალურ გარემოში. გარდა იმისა, რომ მოძღვარი ისაუბრებს, მრევლს ეძლევა საშუალება, რომ კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდეს უკვე შეხვედრის მეორე ნაწილში და ისაუბრონ იმ კითხვებზე მიიღონ პასუხები, რომელიც მათ აინტერესებთ ამ თემის გარშემო. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა დავითიანი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2007 წელს შეიქმნა. ახალგაზრდული მოძრაობა არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს.